ნათესავი ეს, ანუ ეშმაკზეა საუბარი, ანუ ეს არსებები, ამ შემთხვევაში ნათესავი არსებები. ვერ შესაძლებელია რას განსვლათ გარდა ლოცვითა და მარხვითა და აი აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ჩვენთვის. იმისათვის რომ მორწმუნე იყო, უნდა ლოცულობდე და უნდა მარხულობდე. რელიგიურობა. ნიშნავს, რომ ადამიანი ლოცულობს კიდევაც და მარხულობს, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, რელიგიური ადამიანის არც ლოცვა და არც მარხვა. იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი რელიგია სამყაროში, სადაც ლოცვის რაღაც ნაირ სახეობა არ იყოს და ასკეტიზმის რაღაც ნაირ სახეობა არ იყოს. ყველგან არის ეს. სხვადასხვა დენომინაციებში თუ სხვადასხვა რელიგიებში, ყველგან რაღაცა ტიპის ლოცვა, ყველგან რაღაცა ტიპის ასკეზა, ანუ მარხვა. ანუ თავისთავად ეს გარეგანი ფორმა ლოცვისა და გარეგანი ფორმა მარხვის არაფერს ნიშნავს. არამედ ამ სიტყვის სულიერი და ქრისტიანული გაგებით უნდა ვიცოდეთ ეს რას ნიშნავს, თორემ მოციქულები მარხულობდნენ, ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში არ მარხულობდნენ ისინი, მას თავის მიზეზი აქვს სახარებისალოდ, ეხლა აღარ ჩაუღმავდები, მაგრამ ლოცვით ლოცულობდნენ თავისთავად ცხადია. ანუ საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა როცა ეს სიტყვები გვესმის, რომ ეშმაკი არ დაიძლება ლოცვისა და მარხვის გარეშე. და ეკლესიის ტრადიცია ვიცოდეთ, რომელიც სახარებიდან ამოსდილია და სახარებიდან უფალი გვასწავლის, რომ ეშმაკი საკუთარ სახლად გვთვლის და იგივე სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, თუ ჩვენში ქრისტე არ არის და არ არის, იმიტომ რომ ქრისტეს არ გავართ სიმდაბლით და თუ ქრისტე არ არის, მაშინ აუცილებლად ეშმაკია, მაშინ ეშმაკთან საბრძოლველი ჩვენ გვაქვს საკუთარ თავში, იმიტომ რომ ის სანამ ჩვენში ცოცხლობს სიამაყის, ამპარტავნების, ესე იგი თვითნებობის, რისხანების, უიმედობის და სხვადასხვა ნებები ჩვენში სანამ ცოცხლობს, ეგოიზმი, ხო, სანამ ცოცხლობს, ჩვენ თავისუფალი არა ვართ ეშმაკისგან. ამიტომ ჩვენ რო გავდენოთ ის საკუთარი თავიდან, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჭეშმარიტი ლოცვა და უნდა ვისწავლოთ ჭეშმარიტი მარხვა.